სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის ხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებები ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობას დაეთმო. ნინო არღლიანის რეპორტაჟი. გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას საუკუნოდ იყოს მისი ხსენება. წუთიერი დუმილით გაიხსნა დღეს პლენარული ხდომა პარლამენტში, სადაც კანონმდებლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს და ილაპარაკეს ეპოქალურ პატრიარქზე, რომლის სახელიც თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. პარლამენტის თავმჯდომარე პირველი იყო, რომელმაც ილია მეორის დატოვებულ იმ მთავარ მემკვიდრეობაზე გაამახვილა ყურადღება ეკლესიის კედლებს დიდი ხნის წინ რომ გასცდა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებამდე მივიდა. მის 8 წელს და შრომას უკავშირდება სამი გარდამტეხი მოვლენა. პირველი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო, საყოველთაო და რაც მთავარია ღირსეული აღიარება, რომელიც იქცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მახარებლად თავის დროზე. მეორე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების კონკორდატის ხელმოწერა, რამაც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას შორის ურთიერთობას კონსტიტუციური რანგი მიანიჭა და მესამე ხუთჯვარიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ აღდგენა, რაც ჩვენი ისტორიული იდენტობის და სულიერი ერთობის გამოხატულება იყო. კიდევ ერთხელ მინდა მეუსამძლებო სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალება. სამძიმრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერის პოლიტიკური განცხადება იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებზე ლაპარაკით გაგრძელდა, რომლებიც ქართველი ხალხის მთავარ მონაპოვარს, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მტრობენ. მმართველი გუნდისთვის შემთხვევითი სულაც არ არის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ოპოზიცია ერთგულებას სხვა ქვეყანას ეფიცება და ასე ნაციონალური მოძრაობა ალიანსის ქოლგის ქვეშ პოლიტიკურ რეინკარნაციას ცდილობს. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ძველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს. თქვენგან განსხვავებით, ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი ქართული ოცნება ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესს და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვიქნებით ხელისუფლებაში განსხვავებით თქვენგან. ქუჩის ოპოზიციის ხმა დღეს ხდომათა დარბაზში გიორგი გახარიას თანაგუნდელების განცხადებებში ისმოდა. მათ რიტორიკას, რომ საქართველომ გარე დავალებები უნდა შეასრულოს, მწვავე პასუხის ხდომათა დარბაზშივე მოჰყვა. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა უმძიმესი დოკუმენტია ჩვენი ქვეყნისათვის. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დასკვნაში ზეიმისა და თვითკმაყოფილების საფუძველი არავის აქვს. თუ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, უნდა გესმოდეთ პირველ რიგში რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მერე უნდა ასე თქვათ მისდევდეთ მოსკოვის მექანიზმს და სხვათა პროპაგანდას, რომ ბელორუსია ხართ და რუსეთი ხართ და ასე შემდეგ. სირცხვილია, რომ ამას იმეორებთ, აი ამ შიშველ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ. ქვეყნის და ეკლესიის მტრებზე სალაპარაკოდ გამოიყენეს უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნა დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კანონმდებლები ამბობენ, რომ საქართველოში არის ხალხი, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ შავ პიარში მილიონებს ხარჯავდა. მათთვის კი ხალხის განაჩენი 17-22 მარტის დღეებში დადგა. მილიონობით დოლარი დაიხარჯა იმაში, რომ საპატრიარქო რუსულ ინსტიტუციად მოენათლათ, რომ პატრიარქი დაეკნინებინათ, რომ ახალგაზრდებისთვის რწმენა და ტრადიცია ჩამორჩენილობად ეჩვენებინათ და რა მიიღეს შედეგად. მიიღეს ის, რომ პატრიარქის გარშემო გაერთიანდა მთელი საქართველო, დიდი თუ პატარა, მორწმუნე თუ ურწმუნო. ამ ერთობამ აჩვენა, რომ აგენტოკრატიის მიერ დახარჯული კოლოსალური რესურსი უბრალოდ წყალში გადაიყარა. ვერავის შეძლო და მოახერხა ილია მეორის სიცოცხლეში და ესუსტებინა და დაენაწევრებინა ჩვენი ეკლესია, ვერც მომავალში მოხერხდება ეს ყველაფერი. კანონმდებლები უპრეცედენტოს და ისტორიულ მოვლენას უწოდებენ ერთობას, რომელიც ჭირისუფალმა ერმა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ აჩვენა. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების დამოკიდებულება.
ჩვენი მუსლიმი ძმების სამაგალითო ჟესტი, მათი გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა. რწმენამ ქართველები ბევრჯერ გააერთიანა ბოლოს მაშინ, როცა პატრიარქთან დასამშვიდობებლად ასობით ათასი ადამიანი მივიდა, გწამდეს და გიყვარდეს. უწმინდესის ეს მოწოდება იმ დღეს ხალხის ერთიანობაში აისახა.